რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. აი, რის იმედი აქვს ქაჩალ პედოფილს, რომელიც 74 წლის ხდება. ეს არის ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგის გოგოტიშვილთან. Это лекарственные препараты и ახალი წამლები, ქსოვილები, სისხლძარღვები უკვე აღარაა ფანტასტიკა. როგორც ზოგიერთი ორგანო. მართალია გულის შექმნამდე ჯერ არ მისულან, მაგრამ ამ მიმართულებით მიდიან. скажем, живого сердца еще не добрались, но вот к этому двигаются. რუსების ქაჩალ პედოფილს თავისი მეცნიერები ყოველ წელს აჩვენებენ რაღაც კურდღელს, რომელსაც ხელოვნური სახსარი ჩაუნერგეს, თითქოს და ჯერ კიდევ ცოცხალია. ახლა ერთი კაცმა არის ის რა ჩაუდგეს იმ საწყალს. მერე კაცმა არის ის საწყალი გადარჩა თუ არა. და მერე რა თქმა უნდა, არავინ იცის ნამდვილად ერთსა და იმავე კურდღელს აჩვენებენ თუ არა ამ შეჩვენებულ წლიდან წლამდე. ზოგადად, რამდენად შეიძლება კონდეს რუსული მედიცინის იმედი ხვალ რომ მიხეილ გაბრიელმა მიუკაკუნოს ამას. ჩანს პუტინს თავის მარაზმშიც კი ჯერ კიდევ ყოფნის ტვინი არ ენდოს საკუთარ მედიცინას. ამიტომ იყო რომ ჩინეთში ჩასულმა იქაურ დიქტატორს გაუბა მასლაათი. აბა მოდი ერთი მითხარი, როგორ აპირებ კიდევ ამდენივე იცოცხლო. სი ძინპინი სხვათა შორის ამაზე ერთი წლით უმცროსია. Председатель об этом говорил. Ну да. ჩინეთის თავმჯდომარე საუბრობდა ამაზე. თავის დროზე ბატონი ბერლუსკონიც ავითარებდა ამ თემას. გაჯანსაღების თანამედროვე საშუალებები, სამედიცინო შესაძლებლობები, ორგანოთა გადანერგვა იძლევა იმედს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება. დღესაც იზრდება საგრძნობლად. არ მახსოვს რომელი წლის მონაცემია, გონი გაეროსი, მაგრამ გონი 2050 წლისთვის პლანეტაზე 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე 5-6 წლის ბავშვებისა. ამას სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ექნება და ამაზეც უნდა ვიფიქროთ, როდესაც სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობთ. პუტინის ჯანმრთელობა რუსეთში უკვე დიდი ხანია ფოლკლორის თემაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას მუდმივად ახლავს თან ექიმი ონკოლოგი. და თუ სადმე სხვაგან მიუსწრო კუჭის ან შარდის ბუშტის გვემამ, დაცვის ერთ თანამშრომელს ევალება მისი განავლისა და შარდის ამოსუფთავება უნიტაზიდან. მერე შენახვა ვაკუუმურ ჩანთაში და იქაურობის სრული დეზინფექცია. აი, იმდენად გულმოდგინეთ, რომ უცხოურ დაზვერვას რომელიმეს შემთხვევით არ ჩაუვარდეს ხელში ბელადის დნმ-ის ნიმუში. ამის შემდეგ მთელი სამყარო უკვე კითხულობს, რა ჯვამს ეს ამისთანასო. მაგრამ როგორ გინდა გაიგო რა ჯვამს თუ ზღნერს არ განახებენ. უსაფრთხოების ასეთ ზომებს აქვს მეორე ახსნაც. პუტინი იმდენად deep state-ის მეცნიერებს კი არა, ჩხიბავებს უფრო უფრთხისო. ჯადუ არ გაუკეთონ და ფეხი უდროოდ არ გააჭიმიონ. Wall Street Journal-მა დათვალა, რომ პუტინის უკტავებაზე რუსეთმა დახარჯა, ახლა მოემზადეთ, კარგად მოემზადეთ. 26 მილიარდი დოლარი. 26 მილიარდი. Говорят, что можно жить до 150 лет. ამბობენ, რომ ადამიანმა შეიძლება 150 წლამდე იცოცხლოს, მაგრამ ფულისა არ იყოს. ადამიანს არც ეგ ეყოფა. თავარია კითხვაა, არა რამდენ სიცოცხლებ, არამედ როგორ და რისთვის. Зачем и ради чего? აქვე ბარემ გაგახსენებთ როლებს, რომ ჯერ კიდევ ბრეჟნევის დროს დადიოდა ჭორები კრემლის აბის შესახებ, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები სვამდნენ თითქოს და დიდხანს ცოცხლობდნენ. თუმცა, თუ გაიხსენებთ თვითონ ბრეჟნევს, რომელიც ლამის პუტინის ასაკში მოკვდა 75 წლის, ან ჩერნენკოს 74 წლის, ან ანდროპოვს საერთოდ 69 წლის ამ რომ წაიღო წერილი. აი, ვინც გენერალურ მდივნებად მე მგონი მკვდრები აერჩიეს. უნდა დამეთანხმოთ, რომ ის აბი სრულიად უფთა იყო, თუ კი საერთოდ იყო. მაგრამ ახლა ისევ გაჩნდა ცნობები, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების აბზე კრემლში ისევ მუშაობენ. პრეპარატი უჯრედების დაბერებას უნდა ებრძოლოს და ეს პროექტი მთლიანად აბარია პუტინის ქალიშვილს, მარია ვარანცოვას. პერიოდულად ახლა ვიღაცები ამტკიცებენ, რომ პუტინი ძალიან დიდ დროს ატარებს კრიოკამერაში მაგალითად. ცოტა იყინება, რომ მეტი იცოცხლოსო. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში რუსულ მედიცინაზე მეტად შამანებს ენდობაო და ამიტომ საერთოდ არ იშორებს გვერდიდან სერგეი შოიგუს, რომელმაც იმ სამყაროს აზიარა. კიდევ ამბობენ, რომ დიდი სამეცნიერო ძალებია გაგზავნილი ფურიატიაში, რომელიღაც მონასტერში მე-12 ხამბოლამა იტიგელოვის სხეულის შესასწავლად, რომელიც 100 წლის წინ მოკვდა, დაასაფლავეს, მაგრამ 2000 წელს ამოთხარეს ისევ და დაადგინეს, რომ ცოცხალი ყოფილა. ნირვანაშიაო უბრალოდ. რაღაც მსგავს ესწრაფვის პუტინიცო. ოღონდ მხოლოდ უჯრედულ დონეზე სიცოცხლე არ ყოფნის, იმიტომ რომ
სხეული სრულიად უნდა ცოცხლობდეს და ყველა იმ მავნებლობას უნდა აგრძელებდეს, რასაც დიდი ხანია უკვე აკეთებს. მავნებლობასა და შამანებზე გამახსენდა სხვათა შორის. გახსოვთ, რის შემდეგ დაიჭირეს გიორგი ბაჩიაშვილი. ბრიტანულ გარდიანს რომ მისცა ინტერვიუ და იქ ისაუბრა ივანაშვილის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე. რაღაცა გიგანტური ხეების ჩახუტების მანიაზე, რუს შამანებზე და ვუდუ შემლოცველებზე, რომლებიც მის რეზიდენციაში თურმე ცხოვრობენ და ამ საწყალს ატყუებენ სიცოცხლეს გიხანგრძლივებთო. ბაჩიაშვილმა მაშინ ერთი გვარიც კი გაამხილა, იულია კრუშანოვა, რომელიც შეთავსებით რუსული დაზვერვის რომელიღაც სპეცსამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრია. გარდიანმა სცადა, მაგრამ მაშინ ვერ დაადასტურა ამ კრუშანოვას კავშირი რუსულ დაზვერვასთან. მაგრამ რა ვქნა? თუ ეს ვერსია ლოგიკურად მარტო მემეჩვენება. კი, ძალიანაც ლოგიკურია, რომ ნებით თუ ნების საწინააღმდეგოდ მიჩენილი ყავდეს ბორიას რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელთა სადღეღამისო ჯგუფები, რომლებიც სიცოცხლეს შეიძლება მაინც და მაინც არ უგრძელებენ, მაგრამ სანამ ჭკუით იქცევ არც უმოკლებენ. ხო, პოლონიუმს არ უსხამენ ჩაიში ლიტვინენკოსავი და ნავიჩოქს არ უსვამენ ნიფხავში ნავალნივით. სულ გვერდით არიან როგორც გაფრთხილება, როგორც შეხსენება. შენი სიცოცხლე, კაშე ბესმერტნის ზღაპრის არ იყოს ამ ნემსშია. ნემსი კვერცხშია, კვერცხი იხშია, იხი კურდღელშია, კურდღელი ყუთშია, ყუთი ხეზია, ხე სადღაც დენდროპარკშია. და პუტინის კეთილგანწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მიხეილ გაბრიელის კეთილგანწყობას მეგობრებო. აგერ შენზე 2 წლით უფროსმა სერგეი ივანოვმა პუტინის ხმაწვილობის ძმაკაცმართლად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა კი გაჭიმა ამასობაში ფეხი. ეგერთი და სხვა მრავალი. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და აუცილებლად გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, რა თქმა უნდა. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და